მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი My Crazy Hands. დღეს გამომიჩნდა 2-3 თავისუფალი საათი დილის პერიოდში და მე გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი დაცულ ტერიტორიაზე ფონიჭალაში, ასე წოდებული რწანისის ტყეპარკი და ბერმაიცის როგორც საპატრიარქო ტვერი. პირველ რიგში მინდა გიამბოთ პლუსებზე. პირველი მოხდა გამწვანება. ადრე ბალღობაში მახსოვს დავდიოდი და კი იყო ტყე, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ცარიელი ადგილი. ახლა ვერ ნახავთ. ყველგან არის ახალი პატარა დიდი უკვე გართილი ხე. ძალიან ბევრი ხე დარგეს. იქ ძალიან კარგია. ინე სიმწვანეა და თვალს რო უხარია. რაც შეეხება მეორე პლუს, აღარ არის ნაგავი. სხვათა შორის, მეგობრებო, ამ არხზე შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი ჩემი ვიდეო გადაღებული ამ ტერიტორიაზე და ახლობით აქედან 70 მეტრს დაშორებით მახსოვს რამდენიმე საათში 33 ნაგვის პარკი ავავსე და გადავაგდე. მარტო მე, რაზე 33, იმიტომ მეტი აღარ მქონდა მაგ დღეს. გატენილი იყო ნაგვით, ახლა სისუფთავეა. აი შემოვედი და ის კოშკების ტბა რო არის, კოშკი რო დგას. აი პირველ რიგში ის კოშკიც წესრიგში აღარ არის რაღაცა საერთო ტუალეტი. მეორე რიგში იქამდე რომ მივედი, გზაში შეიძლება შეხვდა მაქსიმუმ 3 ბოთლი. სხვადასხვა ადგილს რაც დავინახე. და რა თქმა უნდა ტბასთან წყალთან რო არ დატოვონ ჭის, კოლოფი, პლასმასის ბოთლი, ვედრო, გამორიცხულია. ცუდად გახდება ის კაცი და ვერ წავა სახში, მაგიტომაც ტოვებს. ასევე თან მე წამოვიღე სპინინგი. ახლა რა ხდება? თევზაობა ტბებზე დასაწყისში არის აკრძალული, ყველგან კიდი აბრა, თევზაობა აკრძალულია, ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია ბოლო ტბაზე. აი სულ დასაწყისში დიდი ტბა რო არის, იქ რო რაღაცა მოშენებასავით როა ბუნკერს რო ეძახიან და მეორე კოშკი რო დგას. აი მე იქ შორს აღარ გავედი რა, უკვე მეჩქარება ცოტა და მივედი იმ ტბასთან. მე მინდა გითხრათ რომ აქ არ ყოფილვარ ისე აი სეირნობით, თევზაობით გაჭიმე გამოჭიმე 3-4 წელიწადი. თან მქონდა სილიკონები, მქონდა წამოღებული და მაქვს პოპერები, აი კლასიკური ისა, ასორტი რა. აქეთ იქით არაფერი არ იყო. მე მოუარე კოშკთან რო იყო პატარა ბილიკი, იქ ძალიან ბევრი ბალახია, ხეები და უკვე ისე ვერ თევზაო. წყალი დიდია. რო კაი ადგილებს ჩააგდო, უნდა შეხვიდე წყალში და ცოტა ეგეთი სახიფათო თემა არის არღებს. ნაპირიდან სცადე ჩავაგდე 50 ჯერ ვერაფერი. მე შეხვდა ერთი ბიჭი სახელით ილია. მე ვახსოვარ, მე არ მახსოვს და უკაცრავად დავბერდი რა. ხო და ის თევზაობდა იქ მეგობართან ერთად და ამ ვიდეოში მივაბა ამ კადრს გადავიღე. თევზაობდა ხელოვნური სატყუარი და დასვა წერა შუკა 1 კილომეტრი დასვა და მე ცოტა გადავედი, ვეღარ მოვასწარი ამოსვლა და მეორეზე დასვა უფრო პატარა უკაცრავად ერთი გაჭიმე გამოჭიმე 700 გრამამდე ესე. მე უკვე წამოვედი, უკვე არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი, შეიძლება წნევის ბრალია, ამინდის ბრალია, იქამდე სულ რამდენიმე დღე წვიმდა, მაგრამ დღეს პარასკევია. და ეგეთი ამბავია. ერთი სიტყვით მეგობრებო, ძალიან კარგ დღეში არის ახლა ეს პარკი. მიხარია მართლა.
იმიტომ ადრე სულ ფიქრობ ნეტა მეთქი ვიღაცა ყურადღება მიაქციოს რაღაც აკეთებ და ახლა მართლა კარგ დღეში არის, კარგ გზაზე დგას და იმედი მაქვს მასე გაგრძელდება. ახლა კიდე რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. თუ არ პასუხობ მე YouTube-ზე მომწერეთ, Instagram-ზე. ლინკი არის მიბმული ვიდეოს აღწერაში და ხშირად მეკითხებიან. საწავიდეთ სათევზაოდ, წალკაში ადრე არ არის სიონზე. მეგობრებო, აი ბებრულად გეტყვით. სიონი, დაიმახსოვრეთ, ჯერ მოდის სიონი. მაისის 20-ის მერე, 20-22 რიცხვის მერე. იწყება სიონი, ნუ ამინდებზეა დამოკიდებული. ახლა სულ წვიმს და სულ ქარია, გასაგებია გადაიწევა იგი ადგილმა. მერე იწყება ივნისში, 7 ივნის, 9, ნუ ამინდებზეა ისევ დამოკიდებული წალკა. და მერე უკვე რომ დადგება ამინდები რაღაცა ნელ-ნელა, მერე უკვე ალაზანზე შეიძლება გასუფთავდება წყალი. პრინციპში ბიჭები ახლაც იწერენ, ძალიან ხშირად იდება სურათები, ვიდეო მასალა, სადაც მაგარ ჭანრებს იჭერენ, ხრამულებს და რა ვიცი. ხო, კიდე რისი თქმა მინდოდა, იმიტომ რომ ყველაფერს ესე ვერ ვიმახსოვრებ. სპინინგზე. ახლა მე დიდი სპინინგისტი არ ვარ. პირველ რიგში თბილისის ზღვაზე არის შუკა. ოკონიც არის, მაგრამ უნდა ეძებო. როგორც მითხრეს, რა შეიძლება ალგეთ? საინტერესო ადგილია, მაგრამ იქ შორს უნდა ჩააგდო, ადგილები იცოდე და იქ როგორც მითხრეს, თუ ამინდი არ ვარგა, თუ წვიმა არის, გლახა გზა არის, ვერ ჩახვალ, ვერ ამოხვალ, ამიტომ მაინც გაითვალისწინეთ. შაორი არ ვიცი, ბიჭებო, მეკითხებოდნენ. შაორზე არ ვიცი. ადრე ჩემს ბალღობაში დავდიოდით ივნისში, ივნისის დასაწყისში. მერე დავარდა წყალი, მერე პრინციპში ბადეებით იჭერენ და ნაკლები გახდა, მაგრამ გამრავლდა თეთრი ამური, როგორც ვიცი. მაგრამ აქვე დავამატებ, რომ წინა წელს მეგობარმა იმენა გამიხურა საქმე, წამოს ათევზაოთ შაორზე, წავიდეთ ღამის თევით, 2-3 დღით. ისე მოხდა ვერ წავედი, იასნია მუშაობა და საქმეები რა ქვეყანა და ახლა რისი თქმა მინდოდა. ის მეგობარი წავიდა სათევზაოდ 3 დღით წავიდა და ვაფშე არაფერი. 2 კარასი დაიჭირეს. მაგრამ ის კარფიშერია, მაგრამ დაკვებეს ყველაფერი როგორც საჭირო არის რა. წესით არ იგი, მაგრამ ზოგიერთი მიდის ეგრევე იჭერს. ნუ თევზაობა არის რა, დაგეგმილი არ არის და მოგმული. კიდო რისი თქმა მინდოდა. მტკვარი ხო, ჩვენი საყვარელი მტკვარი. ახლა დიდი წყალი მოდის, ძალიან ტალახიანი წყალი მოდის, მაგრამ პაწია რომ დადგება, უკვე всё, ოდნავ დაიწევს, всё. მურწის დრო მოვა და წამოვა მურწა, წვერა, გორნის ეძახიან. რა ვიცი, ნუ ეგეთი ამბებია. კარგია. ძალიან მაგარია. თვალები რომ დავხუჭო, დამეძინება ეგრევე. კარგია. ბუნება კარგია. კარგით მეგობრებო, მე კიდევ წავედი საქმეები მელის და გისურვებ წარმატებებს. ჯამთელად იყავით, თავს გაუფრთხილდით და უფრო მეტი თავისუფალი დრო გაატარეთ ბუნებაში და რა თქმა უნდა ბუნებას გაუფრთხილდეთ. ერთი დღით არ ვიცხოვროთ, ჯიგრებო. აბა თქვენ იცით, ღმერთი თქვენსგან. კარგად.